მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩემი არხის გამოწერისათვის, პოზიტიური კომენტარებისათვის და იმ პოზიტიური ენერგიებისათვის, რასაც ვატრიალებთ ჩემს არხზე. უღრმესი მადლობა. აქვე მინდა გთხოვოთ, არხის სტუმრებო, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამილაიქეთ ვიდეოები და დამიწერეთ კომენტარები სურვილი შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ჩვენი დღევანდელი გაშლის თემა იქნება რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს ჩაფიქრებული პიროვნება. კონცენტრირდით პიროვნებაზე, წარმოთქვით მისი სახელი, გაიხსენეთ მისი ვიზუალი, მისი ხმა, ჩვენ კი დავიწყებთ გაშლა. მეგობრებო, ვიდრე გაშლას დავიწყებდე, ჯერ მინდა მოვახდინო მისი როგორი პიროვნება ეს, მისი აღწერა მოვახდინო და თუ რეზონირდება, შეგიძლიათ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. მოდი ავწეროთ ჯერ ეს პიროვნება, შემდეგ კი მისი გრძნობები. დღეს ჩვენს გვესტუმრა პიროვნება, რომელიც სავარაუდოდ ამ წუთას არ მოქმედებს. ადამიანი, რომელიც ზოგადად ძალიან აქტიურია, ძალიან ენერგიულია, მიზანდასახულია, მაგრამ ეს ადამიანი არის შინაგანად ძალიან რაციონალური, დაბალანსებული და მუდმივად ფიქრობს იმაზე, რა შეიძლება მოყვეს. დღეს ჩვენ გვესტუმრა ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე სასიყვარულო ურთიერთობის გამოცდილება, რომელიც შესაძლოა ან თქვენ გიკავშირდებოდეთ, ან შესაძლოა წარსულის ტრაუმებს უკავშირდებოდეს. ადამიანი ძალიან სამართლიანი, გაწონასწორებული, ძალიან იღბლიანი, აქვს ძალიან დიდი მფარველობა უმაღლესი ძალების მხრიდან. ადამიანი, რომელიც ამ წუთას შეიძლება იყოს ხელფეხშეკრული, უმოქმედოდ. თუმცა ზოგადად ამ ადამიანის ხასიათში არ ზის ეს უმოქმედობა, აქტიური ადამიანი ჩანს ძალიან. კიდე როგორი ადამიანი ხარ? გამარჯვების მოყვარული ადამიანი, მოქმედებს და ყოველთვის იმარჯვებს. ახალი არკანები ამოვიდა, ძალიან საინტერესოდ ერთმანეთის გასწვრივ მიყოლებით. ადამიანი, რომელმაც წარსულ შესაძლოა ამ წუთას ზურგი აქცია და იყურება ახალი მომავლისკენ, ახალი შესაძლებლობისკენ. ადამიანი, რომელსაც მოუწია ბევრი ბრძოლა, მუდმივად იბრძვის, მუდმივად რაღაცის დამტკიცების პროცესშია. ადამიანი, რომელიც ამ წუთას არის შეყვარებული, წმინდა გრძნობით, სუფთა გრძნობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ არის შეყვარებული, ეხლა მთლიანად გადართულია, ანუ ეს მთელი თავისი ფიქრები, აზრები მიმართული აქვს სამსახურისკენ და რაღაც გაურებაშია, რაღაც არჩევანის წინაშეა. ეს არჩევანი შეიძლება ეხებოდეს მის კარიერასა და პირად ცხოვრებას, სხვა ადამიანებს. კიდე როგორია ეს ადამიანი? ძალიან დიდი ცხოვრებისეული ტვირთი ჰქონდა წარსულში აკიდებული ზურგზე.
ბევრი პასუხისმგებლობები. ამ წუთას ეს ადამიანი მთლიანად ჩართულია თავის სამსახურში, მუშაობს, გადართულია მთლიანად თავის სამსახურზე. ამჟამად შესაძლოა კონდეს რაღაც როგორც წარმატებები, ესეთი თვალხილული საზოგადოებისათვის, ასევე შესაძლოა კონდეს შინაგანი ნგრევები, რომელსაც შეიძლება ესე საჯაროდ არ ამბობდეს და ესეთი ინფორმაცია მომდის, რომ საზოგადოების თვალში ახლა რაღაცა წარმატებები აქვს ამ ადამიანს, თუმცა შინაგანად ეს ადამიანი არის ძალიან დანგრეული, ესე ვთქვათ, ნაწილ-ნაწილ დაშლილი. რას უკავშირდება ეს? რატო არის ასეთ მდგომარეობაში? აქვს გარკვეული წარმატებები ამ ადამიანს სამსახურთან დაკავშირებით. რატო არის აბა? სიყვარულს უკავშირდება მეგობრებო. რატო არის მეგობრებო და თulis რომ უსამართლოდ მოიქცა წარსულში ადამიანის მიმართ. და ის ამ ყველაფერს განიცდის. თავისი შეცდომები არ აძლევს საშუალებას რომ იმოქმედოს. ბევრს ფიქრობს. შესაძლოა ისეთ ურთიერთობაზე თქვა უარი თავის კარიერის გამო, რაც მას მოუტანდა ოჯახურ ბედნიერებას, სიმყუდროეს. აგრძნობინებდა თავს მშვიდად. რაღაც უსაფრთხოება შეუქმნიდა, მაგრამ არჩევანი არ გააკეთა ამ ადამიანზე, ვისაც უნდა გაეკეთებინა. ამიტომ ეს ადამიანი ახლა შინაგანად არის დანგრეული და თქვენ თუ გარედან ხედავთ, რომ ის ძალიან ბედნიერია, ძალიან კარგად არის და დიდი წარმატებები აქვს, შეიძლება აქვს კიდეც, შინაგანად ესე არ არის. რა ვიცი, მეგობრებო, თუ ასეთი პიროვნება თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება და თუ რაიმე რეზონირდა, განაგრძეთ მაშინ ყურება. ეხლა კი მაინტერესებს, რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ. გრძნობები და ამოვიდა გარკვეულწილად გრძნობები, მაგრამ ეს გრძნობები თქვენ გიკავშირდებათ? რას გრძნობს მეგობრებო თქვენს მიმართ და ძალიან ძლიერ მიჯაჭვულობას მე მინდა გაჩვენოთ ეს არკანები. თან დავუმალავ ცოტა ესეთი. მგონი არ დაბლოკავს. არკანი ეშმაკი და ძალა. არკანი ძალა. თქვენ გიკავშირდებათ. ეს შინაგანი, ანუ ადამიანი გრძნობს, რომ თქვენ მასზე გააქვთ დიდი ძალა. თქვენს მიმართ აქვს ძლიერი მოჯაჭვულობა. აქვს თქვენი სურვილი. დიდი სურვილი აქვს, რომ მოვიდეს თქვენთან. გრძნობს, რომ თქვენ სულიერად მასზე მაღლად გახართ. გრძნობს, რომ ის სტაბილურობა, უსაფრთხოება, ის ყველაფერი სიკეთე, რაც ოჯახს უნდა კონდეს, თქვენ შეგეძლოთ მიგეცეთ ამისთვის სიმყუდროვე, განცდა იმ სიმყუდროვის. თუმცა რეალურად ამ ადამიანს აქვს ძალიან ძლიერი მოჯაჭვულობა თქვენს მიმართ, შეპყრობილია თქვენით, მისი გონება მოცულია თქვენით, გრძნობს, რომ რაღაცნაირად დაატყვევეთ, მოაჯადოვეთ, ან თქვენი ენერგიით, თქვენი ემოციებით, თქვენი ქალურობით, თქვენი ფემინურობით. და ის ამას გრძნობს, ამ ყველაფერს უნდა მოვიდეს, მაგრამ არის რაღაცა, რასაც ძალიან ეჯაჭვება და ეს სავარაუდოდ არის მისი სამსახური, რომელიც ძალიან ჩაბღაუჭებულია და ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის. კიდე რას გრძნობს თქვენს მიმართ? ეხლა უჭირავს კრევა. გრძნობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ტრანსლირებს რაღაც სიცივეს, სიუხეშეს, შესაძლოა რომ მიწეროთ უფრო აგრესიული გახდეს, ან საერთოდ დაგაიგნოროთ.
მიუხედავად ამისა, ის თulis რომ თქვენ ხართ მისი შანსი, მისი ძალა, შესაძლოა, როდესაც გამოცდით თქვენ მის ცხოვრებაში, მისი ცხოვრება, მისი კარიერა რადიკალურად შეიცვალა და ის წავიდა აღმოსვლის გზაზე, თქვენი ენერგიის წყალობით. და იმას გრძნობს, რომ თქვენ ხართ საბედისწერო ქალი, რომელმაც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და რომელსაც ძალიან უსამართლოდ მოექცა და მოუტანა ნგრევები, ანუ შანსი, რომელიც სამყარომ მისცა, კი არ გამოიყენა, არამედ ეს ყველაფერი დაანგრია. თუმცა დაანგრეულის ადგილზე შესაძლებელია ახლის და უფრო მყარი საფუძვლით, უფრო ძლიერი აღმოცენება. თქვენ მიგიჩნევთ გრძნობია. შესაძლოა იყოთ წყლის სტიქიის წარმომადგენლები მიყურებდეთ, ან გავლენა გქონდეთ წყლის სტიქიის ჩემო მაყურებლებო, ან უბრალოდ თასების დედოფლის ენერგიებში იყოთ. ეს არის უპირობო მიმღებლობის, თანაგრძნობის, ემოციების მატარებელი ქალი, კარგი დედა, კარგი მეუღლე, თბილი, ტკბილი, მზრუნველი, რომლის ეს ქალურობა ნამდვილ მამაკაცს ძალიან ატყუებს და აჯადოვებს. ის თulis რომ თქვენ ხართ სწორედ ისეთი ის ქალი, რომელმაც ძალიან დიდი გრძნობები ჩადეთ ამ ყველაფერში. ძალიან გრძნობიარე, ძალიან ემოციური, ძალიან ემპათი. და სამომავლოდ ხედავს პერსპექტივას იმისას, რომ თქვენი ურთიერთობა ამ ესე ვთქვათ, სუბუქი ურთიერთობიდან ან ამ წუთას მძიმე ურთიერთობიდან სუბუქს გულისხმობა, სერიოზული სახე რომ არ აქვს, გაურკვეველი ფორმა რო აქვს, ანუ რაღაცა კონკრეტული სახელი რომ არ ქვია. აი ამ ურთიერთობას აქვს შანსი რომ გადავიდეს სერიოზულ ურთიერთობაში, როდესაც არჩევანს გააკეთებს. რა არჩევას მისცემს სამყარო ღმერთო ადამიანებს, რომლებიც ახლა უყურებენ ამ ვიდეოს. პენტაკლების დედოფალი იყო დასტის ბოლოს, პენტაკლების დედოფალი ამოვიდა. გადადით პენტაკლების დედოფლის მდგომარეობაში. ძალიან კარგია, რომ ხართ ემოციური, სულიერი, რაღაც გაინტერესებს მისტიკა, მოგზაურობა თქვენ სულში, რაღაც ფანტაზიებში. აი თუ ესეთი ადამიანები ხართ, თქვენზეა რა ეს გაშლა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ ამავდროულად, რომ თქვენ ხართ მატერიალურ სამყაროში. მატერიალურ სამყაროში სული იმიტომ მოვიდა, რომ მიიღოს ის მატერიალური სიკეთეები, ოღონდ ისე კი არა, რომ მთლიანად მატერიაზე გადაერთოს, არამედ დააბალანსოს სულიერი და მატერიალური. ის შესაძლებლობები, რასაც სამყარო გთავაზობთ, რომ მიიღოთ თავისუფლად, გახსნილად. გადადით პენტაკლების დედოფლის ენერგიებში. ანუ ეს როგორი ენერგია? მიწაზე მყარად მდგომი ქალის, რომელიც ამავდროულად არის კაი მეოჯახე, ტრადიციების მოყვარულიც სხვათა შორის. რაღაცნაირად დამიწება ქვია ამას, ამ პროცესს, ანუ მიწაზე დადექით მყარად. მარტო ცაში ფრენა არაფერს მოგიტანთ, მარტო ილუზიებში ყოფნა არაფერს მოგიტანთ. ანუ პენტაკლების დედოფალი არის თვითკმარი, რეალიზებული, შემდგარი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი ქალი, რომელიც ძალიან ნაყოფიერია. ძალიან დიდი კავშირი აქვს მიწის ენერგიასთან, დედამიწის ენერგიასთან. თუმცა ამავდროულად დაბალანსებული აქვს სულიერი მხარეც არ აქვს დავიწყებული. გახდით თვითკმარი. აჩუქეთ ის სიყვარული საკუთარ თავს, რისი მიღებაც გინდოდათ იმ ადამიანისგან, რატო ეძებთ სხვა ადამიანს? იმიტომ რომ ჩვენ გვაკლია რაღაც და გონია რომ ის შეგვივსებს, მაგრამ ის ვერასდროს შეგვივსებს. იმასაც არ სჭირდება ცარიელი ადამიანი. ან ჯერ ჩვენ უნდა შევივსოთ. ერთი მთლიანი სავსე ადამიანი იზიდავს მთლიან და სავსე ადამიანს. ცარიელი ადამიანი თავის ვიბრაციებში მყოფ ადამიანს იზიდავს და მინდა გთხოვოთ მეგობრებო, რომ თუ წლები ალოდებით ადამიანს და თუ არაფერი უკეთესობისკენ არ იცვლება, მეგობრებო, აირჩიეთ ყოველთვის საკუთარი თავი, საკუთარი ბედნიერება.
თუ ურთიერთობას მუდმივად ნგრევა მოაქვს, მუდმივად ნეგატიურ ემოციებში გამყოფებთ და არ გაძლევთ საკუთარი თავის განვითარების საშუალებას, თქვენი თავი აერჩეთ, ყველაზე ძალიან ეხლა თქვენს თავს სჭირდებით. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.